მოგესალმებით. მინდა რომ ქალბატონ ირმა სოხაძეს ასე ვთქვათ, პასუხი გავცე მის მიერ დასმულ შეკითხვაზე, აი იმ გაუგებრობაზე, რა გაუგებრობაშიც იმყოფებოდა ეს ქალბატონი. შემთხვევით ინტერნეტში გადავაწყდი მის ვიდეოს, რომელიც საკმაოდ ძველია, ასე ვთქვათ, და თუ კი მას ახლაც აქვს იგივე კითხვა და თუ კი მას ამაზე პასუხი აქამდე არ მიუღია, თუ კი იგი ბიბლიასთან არ მისულა თვითონვე რომ ეს გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია და თვითონ ბიბლიიდანვე გაეგო ამაზე პასუხი და თუ კი მას კიდევ აინტერესებს, აგერ მე მინდა რომ ბიბლიიდან მას ვუპასუხო. მე პრინციპში ეს მე კი არა ბიბლია უპასუხებს პას, ესე იგი თვითონ ღმერთი მოჰფენს აი ამ მის გაუგებრობას ნათელს, ასე ვთქვათ და მე მინდა ახლა ჯერ გაჩვენოთ ქალბატონ ირმა სოხაძის აი ეს ნასაუბრები, ჩანაწერი, სულ რაღაც 1 წუთზე ცოტა მეტის არის, მოусმინოთ და შემდგომ აგერ თქვენთან ერთად ჩავრთავ ეკრანის ჩამწერს და ბიბლიის აპლიკაციაში მოვძებნოთ აი ეს ადგილები, რომელ ადგილებზეც საუბრობს ქალბატონი ირმა სოხაძე. გთხოვთ მოусმინოთ მის ჩანაწერს და განხილვასაც რა თქმა უნდა დაელოდოთ, თუ კი რა თქმა უნდა გაინტერესებთ. ღალატის მიზეზი ბევრია, მოგესალმებით, მართლა ძალიან მწვავე თემაა და მიზეზზე უფრო მე მაინტერესებს აი რას თქვენ თქვით შესავალში, რომ მამაკაცის ღალატი მიღებულია საზოგადოებაში და ქალის ტაბუირებული. ძველ აღთქმაშიც კი მე სხვათა შორის 10 წლის რო ვიყავი და რო წავიკითხე ძველი აღთქმის, აი დაბადება, რაც ყველამ ვიცი და წაგვიკითხავს, მას შემდეგ სულ მაინტერესებს და აი ამ უმწურავ პასუხს ვერავინ გასაკითხა. მამა ანთიმოსვას ვერ მომცა სხვათა შორის. წერია შავით თეთრზე, აი ახლა კიდე მიპასუხეთ მამა ანთიმოს, თუ შეიძლება. რომ ღმერთმა შექმნა სამყარო, მყარი, დედამიწა, წყალი, ყველაფერი, ხო? შემდეგ მე-6 დღეს ახლა მე თქვენთან თეოლოგიურ კამარში კი არ შემოდია, როგორ გავბედავ მამა ანთიმოს, მაგრამ მართლა მაინტერესებს. წერია ხომ რომ მე-6 დღეს შექმნა ცხოველები, შექმნა მერე ბოლოს თავისი ხატი, გვირგვინა თავის ხატად შექმნა ადამიანი, ხო უწერია. იწერია. ამის მერე შემდეგ თავში წერია რომ მოწყინდა თურმე ადამი, როდის მოასწრო მოწყენა, როცა მე-6 დღეს დღის ბოლოს შექმნა და მე-7 დღეს დაისვენა ღმერთმა და უკვე ყველაფერი შექმნილი იყო. თურმე დაიღალა და მოწყინდა ადამიანს და თუ გასართობად ეს ვიღაცა მერე ჩაამატა უკვე მეორე მე-3 საუკუნეში. მე გარწმუნებული არ ვარ, მე თეოლოგი ამაზე ჩაამატა. რადა რომ დააძინა ადამი, ჩო ბატონო და გამოუღო ნეტნი და ჩვენ ვარ გასართობად ადამიანსა, მისივე ნეტნი და შექმნილი რაღაცა მეორე ხარისხოვანი არსებები. აი აქედან მოდის ქალის ღალატის, აი ეს მინდა თქვა. ეს არის ჩამატებული, ჩვენ არავით არის ნეტნიდან. იაფი ავია ბილეთები. avia.g ეს არის ბიბლიის აპლიკაცია, ერთ-ერთი აპლიკაცია, რომელიც გარკვეულწილად ხარვეზიანია, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოგვადგება და საჩვენებლად, ასე ვთქვათ, აი ასე ცხადად რო გაჩვენოთ სინამდვილეში რა წერია ბიბლიის პირველივე ფურცლებზე ადამიანთან დაკავშირებით, აი თქვენც მიადევნეთ თვალი და შეგიძლიათ სხვა თარგმანებიდანაც გადაამოწმოთ, ასე ვთქვათ. ნუ ეს აპლიკაცია, მე ამ აპლიკაციას ვიყენებ, ასე ვთქვათ. აი აგერ აქ წერია, ეს პირობითად არის ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა, პირობითად არის დაყოფილი, მაგრამ ნუ ახლა ამას ყურადღება არ მივაქციოთ, აი აგერ შევალ ძველ აღთქმაში და დაბადება. მე იმიტომ ვთქვი, რომ ეს პირობითად არის მეთქი, რომ ეს ძველი აღთქმა კონკრეტულად უკავშირდებოდა ისრაელთან დადებულ იმ აღთქმას, რომელი აღთქმაც ისრაელმა დაარღვია. ისრაელთან და ისრაელში მცხოვრებ უცხოელებთან, რომლებიც ღვთის მორწმუნეები იყვნენ და ეს აღთქმის დადება იწყება აი აქ გამოსვლის წიგნში არის ამაზე მოთხრობილი ისტორია. რაც შეეხება აი ამ პირველ წიგნს, დაბადება რო ჰქვია, აი ამ დაბადებაში ის ძველი აღთქმა, ასე ვთქვათ, რა აღთქმაც ღმერთმა დადო. ამ დაბადებაში იმ ძველ აღთქმაზე არ არის ლაპარაკი, ძველი აღთქმის მოქმედების ეპოქა, ასე ვთქვათ, დაბადებაში არ არის. და ამას პირობითად ამბობენ ხოლმე ეს ძველი აღთქმა და ახალი აღთქმაო ეს.
ძალკე სასაუბროა და ეხლა ამაზე დროს არ დავხარჯავ, მოდით პირდაპირ გადავალ აი იმ ადგილებზე, რა ადგილებსაც ქალბატონი ირმა, რა ადგილებზეც ქალბატონი ირმა საუბრობს. დაბადებაში, კერძოდ აგერ პირველივე თავში თქვენ ხედავთ, რომ ეს დაბადება პირობითად ესეც დაყოფილია 50 თავად. ესე იგი, აი აქ პირველივე თავში ჩაწერილია ინფორმაცია ღმერთმა როგორ შექმნა ეს ცა და მიწა, რომ თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო, უდაბური და აი ესე მივყვებით აი ესე. და უკვე აი აგერ 27 მუხლიდან 26 მუხლიდან უკვე საუბარი არის ადამის შექმნაზე. და აგერ თქვენს თვალწინ წავიკითხავ და მოდით ერთად ვნახოთ სინამდვილეში რაზე აქ ლაპარაკი. თქვა ღმერთმა, გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახუხავს. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დახუხავს დედამიწაზე. თქვა ღმერთმა: აჰა მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. მიწის ყველა მხეც და ყველა ქვემძრომს, ეს უკვე გრძელდება აი ასე, მთავრდება 31 მუხლით. ეხლა აი აქ პირველივე თავში საუბარია არა იმაზე, რომ აქ ღმერთმა ესე იგი შექმნა მხოლოდ ადამი, არა, აქ საუბარია ორივეს, ესე იგი, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ღმერთმა კაცი. ზოგადად კაცი ეს ქართული სიტყვა გამოიყენება ქალის აღმნიშვნელადაც და მამაკაცის აღმმნიშვნელადაც და აქ ეხლა ძალიან მკაფიოდ არის ჩაწერილი აი აგერ 27 მუხლში, რომ შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ესე იგი, აქ საუბარი არის, რომ ესე იგი ქალბატონი ირმა ამბობს, რომ პირველ თავშიო წერიაო, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანიო და მერე შემდეგ თავშიო შემდეგო წერიაო, რომ მოსყიდა ადამიანსო და შექმნაო ქალიო მისი ნეკნისაგანო. ესეც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს, აი აგერ თქვენს თვალწინ მეორე თავსაც განვიხილავ, მაგრამ მე მინდა ეხლა ესე იგი ჩაუკვირდეთ, როგორც ჩანს ქალბატონ ირმას რაღაც არასწორად ახსოვდა, როგორც ჩანს ალბათ მან წაიკითხა ეს თავის დროზე, მერე დაავიწყდა ალბათ და რაც ახსოვდა, აი იმაზე დაყრდნობით ფიქრობდა ამ საკითხზე და ამიტომაც გამოიტანა მან არასწორი დასკვნები. და კონკრეტულად ეს კაცი მის გვერდით რო იჯდა ანთიმოზი, აშკარაა რომ ეს კაციც ამ საკითხში გაურკვეველი იყო და ძალიან ცუდი რამ არის, როდესაც ადამიანებს გონიათ, რომ ეს საპატრიარქოს მღვდლები არიან კომპეტენტურები ამ საკითხებში და ასე რაღაცა უიმედოდ უსვავენ ამ კითხვებს და აი ეს კაციც გაჩუმებული იჯდა და ამაზე პასუხი ვერ გასცა. ამ კაცსაც ბიბლიის აი ეს ადგილები დაკვირვებით რო სცოდნოდა, რა თქმა უნდა, გააჩერებდა ქალბატონ ირმას და ეტყოდა, რომ ბიბლიაში ეს ასე არ წერია. აი აგერ, ესე იგი, ქალბატონ ირმას დამახინჯებული ინფორმაცია ჰქონდა ამ
ადგილთან დაკავშირებით მას როგორც ჩანს რაღაც არასწორად ახსოვდა. ახლა მე არ მინდა ვთქვა, რომ მას სპეციალურად რაღაცა ისეთი თქვა, რომ შეგნებულად მოიტყუა. მე ამის თქვა არ მინდა, მაგრამ აშკარად არის რომ ესე იგი შეცდომას აქვს ადგილი ამ ქალის მეხსიერებაში. ესე იგი მას როგორც ჩანს არ ახსოვდა ეს. რომ ესე იგი პირველივე თავში წერია ის, რომ ღმერთმა კაცი შექმნა მამაკაცად და დედაკაცად, თავის ხატად შექმნა იგი. ესე იგი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინიო. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ თავითვე ღმერთმა ეს პირველივე ფურცელზე აი აქ ჩაგვიწერა ის, რომ ღმერთმა შექმნა ისინი მამაკაცად და დედაკაცად. და იქვე ედემის ბაღშივე ღმერთმა უთხრა მათ, რომ ენაყოფიერად გამრავლებული იყვნენ და მთელი დედამიწა აევსოთ. დაუფლებოდნენ მას და დაპატრონებოდნენ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავსო, რაც კი მიწაზე დახოხავს. ესე იგი, აქ ყველაფერი გასაგებია, რაიმე ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანი აღარ უნდა იყოს. ესე იგი, ქალბატონ ირმას ეგონა, რომ ესე იგი, აქ ეწერა, რომ ღმერთმა შექმნა მხოლოდ ეს მამაკაცი ადამი და ქალის შექმნაზე ლაპარაკი არ არისო და შემდეგ მეორე თავშია უკვე ქალის შექმნაზე ლაპარაკიო. ქალბატონ ირმას ასე ეგონა, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სინამდვილეში აქ საუბარი არის იმაზე, რომ ღმერთმა შექმნა მამაკაცად და დედაკაცად კაცი, თავის ხატად შექმნა ისინი. აი აგერ დაბადების პირველი თავის 27 და 28 მუხლებში არის 26, 27 და 28 მუხლებში არის ამაზე ძალიან მკაფიო ინფორმაცია. გადავიდეთ ახლა შემდგომ მეორე თავზე. აი აგერ ისრით გადავალ მეორე თავზე. და აი აქ უკვე ესე იგი ღმერთი უკვე კონკრეტულად გვაწვდის ინფორმაციას, როგორ ეს შექმნაზე, ესე იგი როგორ ხდებოდა ეს შექმნა კონკრეტულ მომენტებში, ესე იგი აი იქ პირველ თავში ადამზე თუ წერია ის, რომ ღმერთმა იგი შექმნა მამაკაცად და დედაკაცად, ხო? ის ასე ვთქვათ ზოგადი ინფორმაცია არის მოწოდებული და აი ახლა უკვე მეორე თავიდან ღმერთი ჩვენ გვაწვდის უკვე კონკრეტულ ინფორმაციას, როგორ მოხდა ადამის შექმნა. ესე იგი მამაკაცის და დედაკაცის შექმნა როგორ მოხდა. აი აგერ მეათე თავიდან წავიკითხავ კონკრეტულად, ესე იგი ღმერთმა როგორ შექმნა ადამი. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი, კაცი, მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში. აი ყურეთ, ესე იგი შექმნა მოხდა აი ასე, აქ როგორც ქალბატონი ირმა იძახის, ადამს კი არ მოსწყინდა და რაღაცა არა, აი ამასაც ახლა წავიკითხავ და მივიდეთ, ესე იგი ბოლო დასკვნამდე რეალურად ღმერთი რას გვასწავლის და რეალურად რომ ეს ქალბატონი ირმა შეცდომაშია შეყვანილი იყო და თუ კი იგი ახლაც იგივე აზრზეა, მე ეს ჩემი ასე ვთქვათ ეს ჩანაწერით ზუსტად აი ამას ემსახურება, რომ მან მიაკითხოს ბიბლიას ხელახლა და ხელახლა წაიკითხოს ეს ადგილები დაკვირვებით, აქ რაიმე გაუგებარი არ არის და ასე რომ მისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საპატრიარქოს მღვდლებს კი არ დაუსვას კითხვები, არამედ თვითონ ბიბლიას კიდევ ხელახლა მოკიდოს ხელი და ისევ ხელახლა წაიკითხოს. ესე იგი, გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი, კაცი, მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი. შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილისა და ბოროტის შეცნობისა. მდინარე მოედინება ედემის ბაღის მოსარწყავად. ამას გადავახტები ახლა. აი ამას წავიკითხავ მე-18 მუხლიდან. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი და უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა, გავუჩენ შემწეს მის შესაფერს. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა რას დაარქმევდა, რომელ სულთქმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს, მაგრამ ადამიანს არ გამოუჩნდა შემწე მისი შესაფერი. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამიანს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან ადამიანს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამიანს მიუყვანა. თქვა ადამიანმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რა კი კაცისგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთ ხორცად იქცნენ. შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არ რცხვენოდათ. მე მგონი გასაგებია, ვინც მიადევნა თვალი მათთვის, რომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ადამიანს მოსწყინდა და ღმერთმა იმიტომ გაუჩინა, რომ რაღაცა გასართობი ყოფილიყო, ეს ასე არ არის. ესე იგი, ღმერთის გეგმაში იმთავითვე მოიასრებოდა, რომ ადამიანისთვის ეს მამაკაცი და დედაკაცი გაეჩინა და ორივეს ადამი ეწოდა. რეალურად ადამი ეწოდებოდათ ქალსაც და მამაკაცსაც, იმიტომ რომ თვითონ ადამი მიწიდან აღებულს ნიშნავს. და ეხლა ამ შემთხვევაში, ესე იგი, გასაგები არის ის, რომ როდესაც ღმერთმა თქვა, რომ არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა და გავუჩენ შემწეს მის შესაფერს, აიყურეთ, მის შესაფერს გავუჩენო. და ამ დროს ღმერთმა, ესე იგი, ჯერ ეს ცხოველები გააჩინა და ადამიანს მიუყვანა, რომ ენახა რას დაარქმევდა იგი. ანუ აქ ის კი არ წერია, რომ ესე იგი ღმერთს რაღაცა შეცდომა მოუვიდა და ღმერთს ეგონა, რომ ეს ცხოველები იქნებოდა ადამიანის შემწე. არა, აქ წერია ის, რომ ეს ცხოველები გააჩინა ღმერთმა, ადამიანს მიუყვანა და რა სახელსაც ადამი დაარქმევდა მათ, მისი სახელიც ის იქნებოდა, ეს გასაგებია. და აი აქ 25 თავში, ესე იგი, სადაც საუბარია იმაზე, რომ ადამმა ყველა პირუტყვს დაარქვა თავისი სახელი, მაგრამ ადამიანს არ გამოუჩნდა შემწე მისი შესაფერიო, აქ ის კი არ წერია, რომ აი ღმერთს რაღაცა შეცდომა მოუვიდა და რაღაც არა. აქ საუბარია იმაზე, რომ თვითონ ადამი როგორც გამოიყურებოდა, ხო, აი მისი მსგავსი არც ერთი იყო და ესე იგი უკვე ღმერთი კონკრეტულად მის მსგავს აჩენს დედაკაცს, ესე იგი, ვინაიდან აქ ქართულში ძალიან სწორად არის, ასე ვთქვათ, ნათარგმნი და გადმოტანილი, რომ თვითონ ადამმა
დედაკაცი დაარქვა ამ ქალს და რატომ დაარქვა დედაკაცი, რომ ზუსტად აი ამ ქალის დედა იყო კაცი, ესე იგი ეს ადამი იყო, რეალურად ადამი გამოვიდა ამ ქალის დედა და აი ამიტომაც დაარქვა დედაკაცი, ხო? ესე იგი კაცისგან არის გამოღებული, ხო? რა კი კაცისგან არის გამოღებულიო, დედაკაცი ერქვას მას. ესე იგი თვითონ თვისება ამ ქალისა იყო აი ესე იგი რომ კაცისგან არის გამოღებული და ესე იგი მისი დედა არისო კაციო. და ეხლა საქმე რაშია? საქმე იმაშია, რომ მთლიანობაში ესე იგი ღმერთს რაც ჩაფიქრებული ჰქონდა, ესე იგი ზოგადად ღმერთმა თავიდანვე შექმნა ეს მამაკაცი და დედაკაცი და ორივეს ერთად სახელად უწოდა ადამი. აქ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა ქალი გასართობი იყო, აქ გასართობი და რაღაცა მოწყენილობა არ წერია. წერია ის, რომ ესე იგი, როდესაც ღმერთმა მიუყვანა ეს ცხოველები, არც ერთი მათგანი იყო ადამიანის მსგავსი. და ეხლა ის ცხოველებიც წყვილ-წყვილად იქნებოდნენ, ხო, რა თქმა უნდა, წყვილ-წყვილად იყვნენ აი ისინიც, ესე იგი, მაგალითად ცხენს, მამალ ცხენს დედალი ცხენი ჰყავდა, მამალ ლომს დედალი ლომი ჰყავდა, ხოლო ანუ ისინი ყველანი წყვილ-წყვილად იყვნენ და ადამი ისე იყო, რომ მისი მსგავსი არავინ იყო, ასე ვთქვათ, აი მათ შორის არც ერთი იყო მისი მსგავსი და უკვე ღმერთი თავის სიტყვას ასრულებს, აი აქ რო წერია, რომ გავუჩენ შემწეს მის შესაფერსო და ღმერთმა დაგვანახა, რომ ამ ცხოველებიდან ადამიანის შემწე და მისი შესაფერი არც ერთი მათგანია, არამედ ასე ვთქვათ, პირდაპირ კონკრეტულად ადამიანისთვის ქმნის ესე იგი შემწეს ქალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალი ამით რაღაცა დაჩაგრულია და რაღაცა ეს ასე არ არის, მე ამასაც განვიხილავ. აქ მნიშვნელოვანი ერთ-ერთი პირობა ისიც არის, რომ უკვე შემდგომ მოსეს რჯულში ღმერთმა ჩააწერინა მოსეს, რომ არ შეიძლება ადამიანმა ცხოველთან რომელიმე პირუტყვთან იქონიოს სექსუალური კავშირი. ესე იგი არც ერთი ცხოველი გამოდგება ადამიანთან ასეთი ურთიერთობისთვის. ესე იგი ადამიანისთვის შემწე შესაფერისი არის მხოლოდ მეორე ადამიანი მისი საწინააღმდეგო სქესის მქონე ადამიანი, ესე იგი მამაკაცისთვის შემწე არის დედაკაცი, ხოლო დედაკაცისთვის ქალისთვის ესე იგი არის მამაკაცი. და აი აქაც ძალიან მკაფიოდ ღმერთი აი ამას გვაჩვენებს, რომ ცხოველებიდან არც ერთი მათგანი იყო ადამიანის შესაფერისი და შემდგომ უკვე ღმერთმა კონკრეტულად აი ადამიანის ნეკნისაგან შექმნა აი ეს ქალი. ეხლა საქმე რაშია? ეს სრულებით არ არის დამაკნინებელი, მოდით ვთქვათ, რომ თვითონ ღმერთმა ადამი რო თვითონ ეს მამაკაცი რო შექმნა, აი თუ შეიძლება დამცირებაზე იყოს ლაპარაკი, ადამი უფრო აი ასე ვთქვათ მიწისგან შექმნა ღმერთმა და აი ქალი შექმნა ნეკნისაგან და ეხლა რომელი უფრო აღმატებულია, მიწა თუ ნეკნი? ამ შემთხვევაში, ხო, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ნეკნი უფრო აღმატებულია ვიდრე მიწა, ხო? და ამ შემთხვევაში რომელიმე ქალს დღევანდელს არ უნდა გაუჩნდეს იმისი რაღაცა კომპლექსი, რომ აი როგორ შეიძლება კაცის ნეკნისაგან ვიყოთო ჩვენ შექმნილებიო და ჯერ ერთი დღევანდელი ქალები კაცის ნეკნისაგან შექმნილები არ არიან. დღევანდელი ქალები არიან შექმნილები მამაკაცის სპერმატოზოიდისა და ქალის კვერცხუჯრედის შერწყმის შედეგად და ყოველი ქალი, ისევე როგორც ყოველი მამაკაცი,
იბადება დედის საშოდან. ამიტომაც ესე იგი თუ ვიღაცას ქალის კონკრეტულად აი ამ პირველი ქალის მერე ევა რო ეწოდა იმისი შექმნა რაღაცნაირად ეთაკილება და ესირცხვილება რომ როგორ შეიძლება კაცის ნეკნისაგან შევიქმნათო დღევანდელობაში უკვე აგერ ჩვენ ხედავთ რომ დღევანდელი ქალები იქმნებიან აი მამაკაცის სასქესო ორგანოდან გამოდის ეს სპერმატოზოიდი შედის ქალის საშოში ანაყოფიერებს კვერცხუჯრედს და აიქიდან მთელი ესე იგი თვეების განმავლობაში დედის მუცელში ყალიბდება და მერე საშოდან გამოდის და ეხლა რა უფრო დამამცირებელია ვთქვათ აი ასეთი იმით ეხლა რა უფრო დამამცირებელია ღმერთმა თავიდან რო შექმნა ადამი და ქალი ესე იგი ეს ქალი რომ შექმნა ნეკნისაგან ის უფრო დამამცირებელია ვთქვათ თუ დღევანდელი ის რეალობა რა რეალობაშიც აიხლა ვართ რა თქმა უნდა არც ერთი და დამამცირებელი და არც მეორე მაგრამ თვითონ აი ეს პრეტენზიები რომ აი როგორ შეიძლება მამაკაცის ნეკნისაგანო და დღეს მამაკაცის და დედაკაცის თესლისაგან იქმნებიან ქალებიც და კაცებიც და ზოგადად ეხლა ეს არც ეს არის დამამცირებლად ვისაც ეს მიაჩნია მას აშკარად არასწორი წარმოდგენები აქვს აი ამ სიცოცხლეზე არასწორი წარმოდგენები აქვს ადამიანზე და დღეს ასეთი გამრუდებული აზროვნება რო არსებობს რომ თითქოს და ეს მამაკაცის თესლი რაღაცა ასე ვთქვათ საგინებელ სიტყვათაც კი არის გამოყენებული მამაკაცის სასქესო ორგანო ესეც საგინებლად არის გამოყენებული ერთმანეთს ადამიანები როცა აგინებენ მამაკაცის სასქესო ორგანოს უწოდებენ ერთმანეთს ხო და აი ეს უკვე გამრუდებული ცოტვათ დაცემული წარმოდგენები ადამიანისა, რომელიც აზრზე არ არის საერთოდ რაზე ლაპარაკობს ახლა. ღმერთმა ყველაფერი შექმნა კეთილად, აგერ ადამიანს შეუქმნა სხვადასხვა სხეულის ნაწილები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული თავისი დანიშნულება და არც მამაკაცის სასქესო ორგანოა რაღაცა საგინებელ სიტყვად მოსახსენებელი, არც მამაკაცის თესლი, არც დედაკაცისნა. არც ესე იგი ზოგადად აი ჩვენი ორგანოები, რაც ჩვენ გვაქვს ადამიანებს, ხო ესენი საგინებლად არ არის შექმნილი. და ეს უკვე შემდგომ როცა ადამიანი გამოვიდა ღმერთის მორჩილებიდან და უკვე ადამიანმა დაიწყო დაწესება რა არის ცუდი, რა არის კარგი, ასე ვთქვათ, ხო? დღეს უკვე აგერ საგინებელ სიტყვებად იყენებენ მამაკაცის სასქესო ორგანოს. აი ეს რაღაც ესეთი აი ეს არის უკვე გაუგუმართება, მაგრამ მოდი ახლა ამას თავს დავანებებ. ქალბატონ ირმა სოხაძესთვის მინდოდა აი ეს მეჩვენებინა ესე იგი რომ რეალურად ქალის სრულებით არ შექმნილა რაღაცა დამამცირებლად, გასართობად, არანაირად. ესე იგი ქალიც ისეთივე ძვირფასი არა, ფასდაუდებელია ღმერთისთვის როგორც მამაკაცი და აი ამიტომაც იყო რომ როდესაც ისინი ცოდვად დაეცნენ და აი აგერ მესამე თავში უკვე ჩვენ კითხულობთ აი ამ ცბიერი არსების შემოსვლას ასპარეზზე ეშმაკი, რომელიც გველის მეშვეობით დაელაპარაკა ქალს, დედაკაცს და გაუმრუდა, ასე ვთქვათ, გამრუდებულად დაუსვა მას ასეთი კითხვა, რომ მართლა გითხრათ ღმერთმა ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი შეჭამოთო? სინამდვილეში ღმერთს ასე არ უთქვამს. ღმერთმა თქვა, რომ ყველა ხიდან გეჭმევათ გარდა იმ ერთი ხისა, რომელიც ბაღის შუაგული, ეს კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან არ შეჭამოთო.
ეხლა ქალმა მიუგო გველს, რომ რაც კი ბაღშია ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთ, გითხრა ღმერთმა არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. უთხრა გველმა დედაკაცს, არ მოკვდებით, მაგრამ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი. როცა და ესე იგი ამ დროს უკვე ეს ქალი იყენებს თავის, ასე ვთქვათ, თავისუფალ ნებას, თავის გადაწყვეტილებას, რომ ღმერთის სიტყვა დაარღვიოს აი ამ გამრუდებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგრამ მას რა თქმა უნდა შეეძლო, რომ ამაზე უარი ეთქვა, მაგრამ ეს მისთვის მინიჭებული იყო ეს არჩევანის უფლება, რაც გულისხმობდა იმას, რომ მას შეეძლო, რომ ღმერთის სიტყვა დაერღვია და მან ეს გააკეთა. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა. აი აქ არის ძალიან ისეთი იერარქიულად, ძალიან ისეთი ის არის იერარქიის დარღვევასთან გვაქვს ჩვენ საქმე და ამისთვის ყურადღება უნდა მიექცია კონკრეტულად აგერ ქალსაც და მამაკაცსაც, რომ ჯერ ერთი ღმერთმა, რომელმაც შექმნა ისინი, ის ყველაზე მაღლა დგას და მას უნდა დამორჩილებოდნენ. ხოლო ეს ცხოველები, მათ შორის გველიც, ღმერთმა დაუმორჩილა მამაკაცს და ქალს, ესე იგი ადამს. და რა თქმა უნდა, წესით, რა თქმა უნდა, აი ამ იერარქიიდან გამომდინარე, ქალი უნდა დამორჩილებოდა მასზე აღმატებულ ღმერთს და არა მასზე დაღმატებულ ქმნილებას გველს. მაგრამ მან ეს არ გააკეთა და არჩევანი გააკეთა აი ასე ღმერთის სიტყვის დარღვევით, ესე იგი ღმერთის სიტყვა დაარღვია თავისი აი ამ არჩევნით. შემდგომ ამისა წერია ის, რომ მისცა თავის კაცს ეს აკრძალული ხის ნაყოფი და კაცმაც შეჭამაო. რას ნიშნავს ეს, რომ აი აქაც, ესე იგი აქ ახლა არ წერია რაიმე დიალოგი გაიმართა თუ არა მამაკაცსა და დედაკაცს შორის, ესე იგი ამ შემთხვევაში ადამსა და ევას შორის. ესე იგი ევა მერე ეწოდა ქალს. მანამდე ერქვა დედაკაცი, ხო, დედაკაცსა და მამაკაც შორის აქ არ წერია, რომ რაიმე დისკუსია ან რაღაცა დიალოგი გაიმართა, არა, მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამაო. როგორც ჩანს, ეხლა აქ არც ის წერია ამ კაცმა იცოდა თუ არა, ანუ რა ნაყოფს ჭამდა, მაგრამ შემდგომ დიალოგში ღმერთსა და ადამიანს შორის გამართულ დიალოგში ჩანს, რომ ადამიანმა იცოდა რაც შეჭამა. კარგით, ახლა ესე იგი მეშვიდე მუხლიდან წავიკითხავ, აეხილათ თვალი ორივეს, ადამიანსაც და მის ცოლსაც და მიხვდნენ, რომ შიშველნი იყვნენ. გადააკერეს ლეღვის ფოთლები და არდაგები გაიკეთეს. მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა და დაემალნენ უფალ ღმერთს, ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის. დაუძახა უფალმა ღმერთმა და ადამიანს და უთხრა, ადამ, სადა ხარ? აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც ადამმა ღმერთის სიტყვა დაარღვია და ორივენი ცოდვად დაეცნენ, პირველად ღმერთმა გადმოდგა ნაბიჯი. პირველად, ესე იგი, ღმერთი გამოეხმაურა ადამიანს არ დაუწყია ყვირილი, გოდება, კვნესა, რომ ღმერთო მიშველე ეს რა გავაკეთე. არა, აქ მსგავსი რამე არ წერია, არამედ ღმერთმა თვითონ მოძებნა, ესე იგი, ადამი მისი სიტყვის დამრღვევი და აი ამ ესე იგი ცოდვაში ჩავარდნილი
ადამი ღმერთმა მოძებნა, ღმერთი გამოეხმაურა და ღმერთი ეძახის. ღმერთმა გადმოდგა ნაბიჯი და ეს არის ძალიან დიდი სიყვარულის დადასტურება მისი ქმნილებისადმი, რომ ღმერთმა მისი ქმნილება არ მიატოვა აი ამ გასაჭირში, აი ამ ცოდვაში და გამოეხმაურა მას. შედის ღმერთი დიალოგში ადამთან და ეძახის ადამ სადა ხარ? მიუგო ადამმა, რომ შენი ხმა მომესმა ბაღში და შემეშინდა შიშველი რომ ვარ და დავიმალე. უთხრა ღმერთმა ადამს, ვინ გითხრა შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აკიკრძალე? რა თქმა უნდა ღმერთმა უკვე იცის რომ ეს მომხდარია, მაგრამ აი აგერ მიუხედავად ამისა, ესე იგი დიალოგში შედის ადამთან და უნდა რომ ეს დისკუსია გამართოს, ნუ ეს კითხვა პასუხი და ნახუთ აბა რას პასუხობს ადამი. უთხრა ადამმა, შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. ესე იგი გადააბრალა დედაკაც და არ უთქვია რომ აი ბოდიში ღმერთო რომ შენი სიტყვა დავარქვი. ხლა რა მნიშვნელობა ჰქონდა, რა ხერხით დაარღვევდა ადამი ღმერთის სიტყვას და რა ხერხით გამოვიდოდა ადამი ღმერთის მორჩილებიდან. რა მნიშვნელობა აქვს ამას? მთავარი არის ის, რომ ადამმა შესანიშნავად იცოდა ის, რომ ღმერთი ყველაზე აღმატებული იყო. ღმერთმა შექმნა ადამიც და აგერ ადამა თვალნათლივ დაინახა ის, რომ ეს ქალიც ღმერთის ქმნილება იყო და რა თქმა უნდა ეს მცნება, რომ აკრძალული ხის ნაყოფი არ უნდა ეგემათ, ეს მცნება დადებული იყო ქალთანაც და კაცთანაც, მამაკაცთანაც და ამიტომაც ორივენი უნდა დამორჩილებოდნენ ღმერთს. და ეს გადაბრალება სრულიად უსაფუძვლე, შენ რომ მომიყვანე, შენ რომ მომიყვანე. ნახეთ როგორი ის არის იგი. თითქოს ღმერთს აბრალებს, აი შენ რომ მომიყვანე, იმ ქალმა შეიძლება ასე არც ვიფიქროთ, რომ მაინც და მაინც ღმერთს გადააბრალაო, მაგრამ აი მან მომცაო, მან მომცა. რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოგცა? რა მნიშვნელობა აქვს? ესე მან მომცა რა, თქვათ რომელიღაცა მაიმუნს რომ მოეწყვიტა ის ნაყოფი და ადამისთვის ესე მიეტანა რა, ადამს უნდა შეეჭამა? რა თქმა უნდა არა, ხო? მაიმუნები ახლა ესე ხეზე დადიან და ხან რას წყვეტავენ, ხან რას და მოკლედ ადამი ამით ვერ გაიმართლებს თავს და ვერც გაიმართლა, იმიტომ რომ აი ქალმა მომიტანაო. შემდგომ ამისა უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს, რომ ეს რა ჩაიდინეო, ეს რა გააკეთეო. თქვა დედაკაცმა, გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. ეხლა ნუ ამან გველს გადააბრალა და არა თავის თავს რომ აი შენ, ესე იგი რომ აი მეო ღმერთო შენი ცნება დავარღვიე და ბოდიში ამის გამო. აი ამაც ესე იგი გველმა შემაცდინა. ნუ გველი ეს ეშმაკი შემაცდინელი არის, კი ბატონო ცდილობს აი ამას რომ სულ შეგვაცდინოს, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩვენზეა და ამ შემთხვევაში ვინაიდან ჩვენ ადამში მოვიაზრებოდით, ჩვენც ადამიანში შევწოდეთ. შემდგომ ამისა უთხრა უფალმა ღმერთმა გველს და აი იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება. თვით ედემის ბაღშივე წარმოთქმული, ეს არის აღთქმა, ერთგვარი აღთქმაც არის დადებული მესიის მოსვლაზე, იესო ქრისტეს მოსვლაზე და აი ამას უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება, რომ ესე იგი ღმერთმა იესო ქრისტეს მოსვლაზე პირველი აღთქმა, პირველი დაპირება დადო ჯერ კიდევ თვითონ ედემის ბაღშივე, სანამ ადამისა და ევას გარდა სხვა ადამიანები დაიბადებოდნენ. ესე იგი მანამდე ღმერთი ახლა დავაკვირდეთ რას ეუბნება ამ შემაცდენელ გველს, რა განაჩენი გამოუტანა მას,
რა კი ეს ჩაიდინეო, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის, მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის. შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორის. ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. აი ნახეთ, აი ეს არის ზუსტად იესო ქრისტეს მოსვლაზე პირველი წინასწარმეტყველება. ეშმაკს რო ეუბნება ღმერთი, რომ მტრობას ჩამოვაგდებო შენს თესლსა და დედაკაცის თესლს შორისო, ის თავს გიჭეჭყავდეს, შენ კი ქუსლს უგესლავდე. ცხადია ბიბლიის ასე ვთქვათ მეორე ნაწილიდან, პირობითად ახალ აღთქმას რო ვეძახით, რომ აგერ დედაკაცის თესლისაგან, ეს არის მსოფლიოში ერთადერთი პრეცედენტი, სხვა პრეცედენტი არ არსებობს. ერთადერთი შემთხვევა არის, რომ დედაკაცის, იგი ქალის თესლისაგან დაიბადება იესო ქრისტე, ხორციელად იშვება იგი და მან თავისი სიტყვით და თავისი ქადაგებით, თავისი მოძღვრებით, ესე იგი თავისი სიტყვისა და თავისი სიკვდილით, ასევე თავისი მკვდრებით აღდგომის მეშვეობით ეშმაკი დაამარცხა, გაუჭეჭყა მას. თავი ეშმაკი დღეს დამარცხებულია და თავისი ამ ხეზე ჯვარცმით, თავისი აი ამ მოქმედებით მან თქვა, რომ ყველა ჩვენი ცოდვები და ჩვენი ძველი კაცი მან ჯვარს მიალურსმნა, ესე იგი ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზით და ხეზე მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ესე იგი ჩვენი აი ეს მოჯანყეობა, რაც ღმერთთან გვქონდა, ჩვენი მტრობა, რაც ღმერთთან გვქონდა, მოყოლებული ადამიანიდან, როდესაც ღმერთის მორჩილებიდან გამოვედით, აი ეს მტრობა უფალმა იესომ გააუქმა ხის ჯვარზე მოკვდინებით და მესამე დღეს აღდგომით. ესე იგი მან მოგცა ძალიან მკაფიო შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ გადავრჩეთ და ახლა უკვე ჯერი არის ჩვენზე, ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის მხსნელად და თავისუფლად, ყოველი მორწმუნე, ვინც ქრისტეს სწავლებაში დარჩება, ქრისტეს სწავლებას ეზიარება, გამოსყიდულ იქნება მართლაც ცოდვისგან იესო ქრისტეს სისხლის მეშვეობით, იმიტომ რომ იესომ თავისი უძვირფასესი ფასდაუდებელი სისხლი გაიღო, რათა ჩვენ გამოვესყიდეთ ცოდვისგან. ეს არის საფასურია, ესე იგი იესოს სისხლი არის საფასური, რომელიც მან გადაიხადა ჩვენს გამოსასყიდად. ჩვენ ცოდვაზე ვიყავით მიყიდულები, იესო ქრისტემ ცოდვას გამოგვგლიჯა და გამოგვისყიდა თავისი სისხლის მეშვეობით. აი ეს არის, ესე იგი, ზუსტად აი ამ წინასწარმეტყველების აღსრულება, როდესაც ღმერთი ეუბნება შემაცდენელ გველს, რომ დედაკაცის თესლი გაუჭეჭყავდა ამ გველს თავს. ესე იგი, ეშმაკს გაუჭეჭყავდა თავს და დაამარცხებდა. ზუსტად ქალწული მარიამისაგან, ქალწულ მარიამს სულიწმინდით, აი ასეთი სასწაულით, ესე იგი, ჩაესახა მუცელში, იშვა ხორციელად პიროვნება, რომელსაც ეწოდება იესო ქრისტე, რომელმაც თავისი სიტყვითა და თავისი საქმით მან გამოგვისყიდა ცოდვისგან, ყველა მათგანი, ვისაც გვჯერა მისი და ვინც მის სიტყვაში ვრჩებით. აი ეს ადგილი, ახლა მე მინდა ერთ რამეზე გაგამახვილებინოთ კიდევ ყურადღება. აი აქ, ესე იგი, ეს არის წიგნის დასაწყისი, სადაც საუბარია იესო ქრისტეს მოსვლაზე, რომ იესო ქრისტე უნდა მოსულიყო. ესე იგი, ეს დედაკაცის თესლი უნდა მოსულიყო, ხო? დედაკაცის თესლში იგულისხმება იესო ქრისტეს ხორციელად შობა, ვინაიდან ქალწულ მარიამს მამაკაცი არ გაკარებია, არამედ სულიწმინდისაგან მას აი აგერ ჩაესახა ვაჟი
და ამ ჩასახვაში არ მონაწილეობდა მამაკაცი. ამიტომაც თქმულა, რომ ამიტომაც არის დაწერილი, რომ იესო ქრისტე არის დედაკაცის თესლი და ამ შემთხვევაშიც ახლა არამც და არამც ქალბატონ ირმა სოხაძის აი ამ ნათქვამსაც ეხმიანება ეს, რომ ქალი სულაც არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა გასართობი, აგერ თვით იესო ქრისტეზე არის დაწერილი, რომ იგი არის დედაკაცის თესლი, ესეც მნიშვნელოვანია. იგი დედაკაცისგან იშვა და რანაირად არის, ესე იგი, ასე ვთქვათ, რაღაცა ხელწამოსაკრავი ქალი არ არის. წარმოიდგინეთ ახლა, თუ კი ევაზე წერია, რომ კაცის ნეკნისაგან იშვა და ვიღაცებს ეს წარმოუდგენიათ რაღაცა დამამცირებლად. წარმოიდგინეთ უფალ იესოზე წერია ის, რომ ეს უკვე ქალის თესლისაგან იშვა. წარმოიდგინეთ და დღევანდელ აი ესეთ დეგრადირებულ ადამიანებს, რომლებსაც რაღაცა საგინებლად აქვთ გახდილი ეს სიტყვები, რაღაცა თესლი და რაღაცა წარმოიდგინეთ, ესე იგი იესოზე დაწერილია, რომ იგი არის დედაკაცის თესლისაგან ნაშობი და ესე იგი ამ დროს რა ვიღაცამ უნდა თქვას, რომ აი ვის გაუგია იესო ქრისტე დაბადებულიყო დედაკაცის თესლისაგანო, როგორ შეიძლებაო ეს როგორი დამამცირებელია. ამას რატომღაც მე ვერ ვამჩნევ ადამიანებს, რომ ამას ამბობდნენ, მაგრამ აი ქალებზე, რომ ესე იგი ქალზე რო წერია პირველ ქალზე უბრალოდ, რომ მამაკაცის ნეკნისაგან შეიქმნა, აი იმაზე ერთ ამბავს ატეხავენ ხოლმე ზოგი ერთები. ამ შემთხვევაში ქალბატონი ირმა სოხაძეც, ასე ვთქვათ, მოექცა ამ ზოგი ერთებში, მაგრამ მე ხლა მინდა რომ, ასე ვთქვათ, აი მან თუ კი იგი მოусმენს ამ ჩანაწერს, დაფიქრდეს აი ამ საკითხზე არანაირ შემთხვევაშია დამამცირებელი პირველი ქალისთვის ის, რომ აგერ მამაკაცის ნეკნისაგან შეიქმნა იგი. მით უმეტეს თვითონ უფალი გვანახებს აი იმას, რომ უფალი იესო ხორციელად დაიბადა დედაკაცის თესლისაგან და რატო არის დამამცირებელი მამაკაცის ნეკნისაგან დაბადება, ხო? ეს უკვე თუ ახირებულია არ იქნება ადამიანი რაღაცა, ასე ვთქვათ, უგუზო უკვლოდ და ესე არაფერზე დაყრდნობილად, როცა ეს ადამიანი იძახის, რომ დამამცირებელია, რა თქმა უნდა, ან ეს ადამიანი ან ჩაუხედავია ამ საკითხებში, ან უნდა რომ სიმართლე დაიჯეროს რა, ეს თავისი გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ერთი, ესე იგი, ადგილი ბიბლიის აი ახალი აღთქმის ნაწილში, სადაც საუბარი არის ზუსტად აი ამ ადგილზე. თვითონ უფალი იესო ლაპარაკობს ამას, სანამ იგი განკაცდებოდა, მანამდე ლაპარაკობს აი ამას, რომ მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზეო. ეხლა მე მინდა ეს ადგილიც გაჩვენოთ, ესე იგი, ზუსტად აი ამ წიგნის დასაწყისი არის აი ეს ფურცლები, ხო? რომ სადაც საუბარი არის იმაზე, რომ დედაკაცის თესლისაგან იშვებოდა პიროვნება, რომელიც ამ გველს გაუჭეჭყავდა თავს. ნახეთ, ეს არის ებრაელთა მიმართ წერილი, რომელიც შესულია ბიბლიის, ასე ვთქვათ, ახალი აღთქმის ნაწილში, ებრაელ ქრისტიანთათვის გაგზავნილი წერილი. შეგიძლიათ თქვენ აი აგერ მე გაჩვენებთ, ეს არის ესე იგი მე-10 თავი, ხო? აი აგერ თქვენს თვალწინ გამოვალ, უყურეთ, ეს არის ახალი აღთქმა, შევდივარ. მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, მოციქულთა საქმენი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილებია. მათეც, მარკოზის, ლუკა, იოანე, მოციქულთა საქმები, ეს რომაელთა მიმართ ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ერთ-ერთი არის აგერ ებრაელთა მიმართ, ესე იგი ებრაელ მორწმუნეთათვის გაგზავნილი
წერილია, რომელიც განურჩევლად ყველა ეროვნებისა, ყველა მორწმუნეს ეხება. ესე იგი, ქართველ მორწმუნეებსაც, რა თქმა უნდა, ეხება ეს და მხოლოდ ებრაელებისთვის არ არის. შევდივარ აი აქ ებრაელთა მიმართ წერილში, აი აქ წერ 10-ს და აი აგერ ჩამოვალ და მე-5 მუხლიდან წავიკითხავ. ამიტომ ქვეყნად შემოსვლისას ქრისტე ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. მაშინ მე ვთქვი: აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო. ნახეთ, ქრისტე ამბობს, ესე იგი, სანამ იგი, ასე ვთქვათ, შემოვიდოდა, განგაცდებოდა, ესე იგი, სანამ სხეულში შემოვიდოდა, მანამდე ამბობს, რომ აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზეო. წიგნის დასაწყისში წერია სწორედ აი ის, რომ ესე იგი, ღმერთმა დადო ეს დაპირება და აღთქმა, რომ დედაკაცის თესლისაგან შობილი პიროვნება, ესე იგი, ამ გველს გაუჯეჯყავდა თავს. და ზუსტად აი ამას ეხმიანება აი ეს პარალელური ადგილიც. ამიტომაც ქვეყნად შემოსვლისას, ესე იგი, ამიტომაც ქვეყნად შემოსვლისას ეს რას ნიშნავს? ეს ქვეყანაში მოიაზრება მთელი პლანეტა. და არ გვეგონოს, რომ მხოლოდ ესა თუ ის კონკრეტული ქვეყანა მოიაზრება დღევანდელი გაგებით. ახლა დღეს ჩვენ ქვეყნებს ვეძახით, ვთქვათ, რუსეთი ცალკე ქვეყანა, საქართველო ცალკე, იქით აზერბაიჯანი ცალკე, თურქეთი ცალკე, გერმანია ცალკე. აქ მოიაზრება მთელი პლანეტა, ესე იგი, ამიტომაც პლანეტაზე შემოსვლისას ქრისტე ამბობს: მსხვერპლი და შესაწირავი შენ არ ისურვე, მაგრამ სხეული კი განმიმზადე მე. ესე იგი, სხეული, ხო, ქრისტეს სხეული გამზადებულ იქნა იმისათვის, რომ აი ამ სხეულში შემოსულიყო მესია. სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ინებე. ესე იგი, იმ ძველ აღთქმაში, ძველი აღთქმით დადგენილი ეს სხვადასხვა ცხოველთა, პირუტყვთა მსხვერპლ შესაწირავები, აი ამაზე ლაპარაკობს, რომ სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ეს ძღვენები არ ინება ღმერთმა. მაშინ მე ვთქვი, აჰა, მოვდივარ, როგორც წიგნის დასაწყისში წერია ჩემზე, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო. ზემოთ რომ ამბობს, მსხვერპლი და შესაწირავი, სრულ დასაწველი და ცოდვის გამოსასყიდი ძღვენი არ ისურვე და ინებეო, შემდეგ დასცენს, აჰა, მოვდივარ, რათა აღვასრულო შენი ნება ღმერთო, რითაც აუქმებს პირველს, რათა მეორე დაადგინოს. სწორედ ამ ნებით ვართ განწმენდილნი იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით. ნახეთ, ესე იგი, იესო ქრისტეს სხეულის ერთგზის შეწირვით ჩვენ ვართ განწმენდილებიო, ჩვენ მისდამი მორწმუნეებიო, ესე იგი. და მან გააუქმა ის ძველი აღთქმით დადგენილი მთელი რიგი ის პირუტყვთა მსხვერპლ შესაწირავები, რომლებსაც აღასრულებდნენ ძველი აღთქმით დადგენილი აარონიანი მღვდლები. და ზუსტად აი აგერ მე-11 მუხლიდან გრძელდება, რომ რამდენი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და რამდენ გზის წირავს ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელიც ვერასოდეს წარხოცავს ცოდვას. მან კი, ესე იგი, იესომ ერთადერთი მსხვერპლის შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ, მას შემდეგ ელის, როდის დაემხობიან მისი მტრები მის ფეხ ქვეშ. რადგანაც ერთი შეწირვით სამარადისოდ სრულყო განწმენდილნი. ესე იგი, აქ დაპირისპირება იესოსი და აი მღვდლებისა,
რომლებიც დადგენილნი იყვნენ ძველი აღთქმით და წერია, რომ ამ მღვდლების ერთი და იგივე შესაწირავები ვერასოდეს წარხოცავს ცოდვასო, ხოლო იესომ ერთადერთი მსხვერპლის შესწირა ცოდვებისათვის და სამარადისოდ დაჯდა ღვთის მარჯვნივ. აი აქ ისიც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ საუბარია სწორედ იმ ძველი აღთქმის აარონიან მღვდლებზე. და დღევანდელ საქართველოში საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები, სარიტუალო მღვდლები რო არიან დადგენილები, ამათაც ერთგვარად მოპარული აქვთ ძველი აღთქმის ეს სამღვდელო სარიტუალო სისტემა და დამახინჯებულად აქვთ გადმოტანილი თავის ორგანიზაციაში. აი აქ თუნდაც ამ მღვდლების გასაგონათაც წერია აი ეს, რომ ერთადერთი ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი, რომლითაც განვიწმინდეთ ცოდვებისაგან, შესწირა მხოლოდ და მხოლოდ იესომ ერთადერთხელ ერთგზის შესწირა მან და დამატებით სხვა რაღაცა წირვა ლოცვები, ეს ასე ვთქვათ, სხვადასხვა ცხოველთა მსხვერპლ შესაწირავები აღარ არის დადგენილი და დამატებით ესე იგი ეს რაიმე სხვა სამღვდელო სარიტუალო სისტემა უფალს არ დაუდგენია პირიქით, ესე იგი აი აქ საუბარი არის აი იმაზე, რომ იესო ქრისტემ გააუქმა ის ძველი აღთქმით დაწესებული მთელი რიგის ცხოველთა მსხვერპლ შესაწირავებიც და ასევე გააუქმა ეს მღვდლებიც. ამიტომაც არის, რომ საპატრიარქოს ორგანიზაციის მღვდლები, დღევანდელი მღვდლები ისევ მიჰყვებიან ოღონდ დამახინჯებულად ძველი აღთქმის გარკვეულ რაღაცა წესებს. ეს სამღვდელო სარიტუალო სისტემა რომ აქვს ამ ორგანიზაციას, ესეც არ არის ღმერთისგან დადგენილი და ამას შესანიშნავად აგერ მთელი ეს ებრაელთა მიმართ წერილი უნდა წაიკითხოთ პირველივე თავიდან და შესანიშნავად არის ეს საკითხიც განმარტებული, რომ უფალმა იესომ გააუქმა სამღვდელო სარიტუალო სისტემა. კონკრეტულად აი აგერ მე-7 თავშიც არის ამაზე ძალიან ვრცელი განმარტება. შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ეს ადგილები წაიკითხოთ და სარგებელი ნახოთ. ამჟამად სულ ეს იყო, მე მინდოდა რომ აი აგერ ქალბატონ ირმასთვის ასე ვთქვათ პასუხი გამეცა და ნებისმიერი სხვა დაინტერესებული ადამიანისთვისაც პასუხი გამეცა ბიბლიიდან, რა თქმა უნდა, ეხლა მე ძალკით ჩემი რაღაცა თვითნებურად გამოგონილი პასუხები არა მაქვს, მე თვითონ აგერ ბიბლია წავიკითხე, ვისწავლე, ახლაც ვკითხულობ და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თითოეულმა ადამიანმა, ვისაც მართლა აინტერესებს, მართლა უნდა გაიგოს ღმერთი, რას გვასწავლის, მუდმივად მჭიდრო კავშირი, მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს ბიბლიასთან, რათა თუგი რაიმე დაავიწყდება, ბიბლიიდანვე გაიხსენოს, კვლავ ბიბლიას მიუბრუნდეს და ხელახლა წაიკითხოს ის ადგილები, რომლებიც ბუნდოვანია მისთვის. ქალბატონ ირმას რომ ეს გაეკეთებინა, მას ასეთი გაუგებრობა აღარ შეემთხვეოდა. ასე რომ სურვილი მაქვს, რომ ქალბატონ ირმასაც გამოადგეს ეს ინფორმაცია და ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ ადამიანსაც. კარგად, ბრძანდებოდეთ.